და კეთი დევდარიანი ჩავრთო ამჯერად ჩვენ საუბარში. კეთი მოგესალმებით, მადლობთ რომ ჩვენთან ხართ. გამარჯობათ, მოგესალმებით. საპარლამენტო უმრავლესობაში ახალი ძალის მოსვლა, რასაც მოჰყვება ამავე დროს აღმასრულებელი ხელისუფლების სრულად ახალი ადამიანებით აკომპლექტება. ამ ყველაფერს ახლდა ქართული კულტურის შედარებით ძველი თაობის წარმომადგენელთა აქტივობა, რომელთაც ტრადიციულად კი არა, მოკლედ ინტელიგენციას უწოდებენ. მე მახსოვს ჯერ კიდევ საუკუნეების გასაყარზე, მე-20 და 21 საუკუნეებისა გაიმართა დისკუსია იმჟამინდელ სამოქალაქო საზოგადოებაში, ძველი ინტელიგენცია და ახალი ინტელექტუალები. მოკლედ ის თუ ვინ არის ინტელიგენცია, ამაზე საქართველოში მსჯელობა არ არის ახალი დაწყებული და მე ვფიქრობ, რომ ეს მსჯელობა ეხლაც ცოცხალი და აქტუალურია. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკაში დღესდღეობით გამარჯვებული ძალის თანამგზნობთა შორის არიან მეტი ინტელიგენტები, ვიდრე ისინი იყვნენ აქამდე საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული ძალის თანამგზნობთა შორის. აი ამ ხალხის პოლიტიკური გამარჯვება თქვენი აზრით მოასწავებს თუ არა ძველი ურთიერთობის ძველი წესების დაბრუნებას ჩვენ სინამდვილეში? გულისხმობ ურთიერთობას ხელისუფლებასა და ინტელიგენტებს ამ შემთხვევაში შორის. ანუ მის თანამგზნობ ინტელექტუალებს შორის. იმ ადამიანებს, რომელთაც თავი გააქვთ ინტელექტუალური ან სხვა რიგის სახელოვნებო შრომით. ჯერ მინდა ერთ თქვენს მიერ წამოჭრილ კითხვაზე ვუპასუხო, ეს იყო ყველა მინისტრი რაღაც ტრადიციების მძევალიაო და ეს რომ ასე არ იყოს, მე მგონი საერთოდ არ არის საჭირო დიდი სამინისტრო კულტურის, საკმარისი იქნებოდა ფონდი ნაციონალური, რომელიც ქვეყნის კულტურულ პრიორიტეტებს დააფინანსებდა მხოლოდ, იმიტომ რომ არსებობს რაღაც კულტურული პრიორიტეტები, რომელიც საკუთარ თავს ვერ შეინახავს, მაგალითად ილიას სახლ-მუზეუმში შეიძლება ვერ ჩავიდეს იმდენი ადამიანი, რომ მან საკუთარი თავი შეინახოს და ეს უკვე სახელმწიფოს პრეროგატივა. დანარჩენ ყველა კულტურულ საქმიანობაში, რომელიც ქვეყანაში იქნება, სახელმწიფო თუ საერთოდ არ ჩაერევა, იქნება ძალიან კარგი და ეს ინტელიგენციის დაბრუნება, ანუ თქვენს კითხვას რო გავცე პასუხი, საერთოდ ეს მგონია. ამას შეიძლება მოყვეს მე მწერალთა კავშირის დაბრუნება, მხატვართა კავშირის დაბრუნება, ქვიშხეთში აგარაკების დაბრუნება და ასე შემდეგ, რაც მე პირადად საერთოდ არ მიმაჩნია მართებულად. ნებისმიერი ხელოვანი უნდა იყოს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად. მთავარი ხელოვანისთვის უნდა იყოს თავისუფლება, ეს თავისუფლება უნდა იყოს ზუსტადაც პოლიტიკური ნება და შემდეგ უკვე თავისუფალ სივრცეში განსაკუთრებით ახლა როცა ყველანაირი საზღვარი გახსნილი, არსებობს ინტერნეტი, გვაქვს ინფორმაცია და ხელოვანისთვის მიზანი უნდა იყოს გლობალურად საინტერესო შემოქმედი და არა ლოკალურად თავისი ქალაქისთვის ან ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, არ მესმის ეს ინტელიგენცია რა არის რაღაც საბჭოთა ტერმინი მგონი, იმიტომ რომ ინტელექტუალი სხვა რაღაც არის და ჩვენი ინტელიგენცია სულ სხვა რაღაც ასოციაციებს იწვევს ჩემში, რაღაც მე პირადად ეს რაღაც საბჭოთა კავშირი გამახსენდა ამ ხალხს რო უყურებ ახლა და მათ აქტიურობას. საერთოდ არ ვთვლი რომ სახელმწიფო ან კულტურის სამინისტრო უნდა აფინანსებდეს მათ პროექტებს. თვითონ რა პროექტის დაფინანსება მოითხოვეს? მე მგონი აფერ მოუთხოვდა. არა, ნუ იქ ხო არსებობს რაღაც ფესტივალები ქონდა, მაგალითად ქეთი დოლიძეს თეატრალური, რომელიც სახელმწიფოს უნდა დაეფინანსებინა, ან მათი პრივილეგირებულობა ზოგადად ვთვლი, რომ არ არის აუცილებელი, რომ ქვეყნის რაღაც ნაწილი არის ძალიან ცუდია თუ ეს არის და არ უნდა იყოს, მოკლედ ყველა მიხედოს საკუთარ თავს და საკუთარი პროდუქტი, იქნება ეს წიგნი, ნახატი, სიმღერა თუ ასე შემდეგ გაყიდოს და ეს გაყიდო არის ხალხის სიყვარული, ანუ ხალხის ტაში, ამ პროდუქტში გადახდილი ფული და ასე შემდეგ. ანუ სახელმწიფო არ უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს წიგნის, ნახატის, ფილმის და ასე შემდეგ არაფრის გაყიდვაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ იგულისხმება ის კულტურული პრიორიტეტები, რომელსაც სუბსიდირება ჭირდება. თეატრი, ბალეტი, სახლ-მუზეუმები და რაღაც კულტურული ძეგლები და ასე შემდეგ. მადლობთ